აბუ-დაბიში მომხდარი სკანდალის გაგრძელება სასტუმროს რესტორანში ხელჩართული ჩხუბის მონაწილეები შესაძლოა დაკავებულები იყვნენ. მთავარ არხს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან აწვდიან ინფორმაციას, რომ ქართული ოცნების წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეს, შესაძლოა დაკავებულები არიან. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობთ. ჩვენ ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი მუშაობს თემაზე. ნატალი, რა ინფორმაცია გვაქვს სავარაუდო დაკავებულების შესახებ? რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან ქართული ოცნების წევრები, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ ახლა ემირატების პოლიციას ჩვენებას აძლევენ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული უწყება შეადასტურებენ იმასაც, რომ გუშინდელ ინციდენტზე ოფიციალურადაა მოკვლევა დაწყებული შესაბამისი ადგილობრივი სტრუქტურების მხრიდან. ჩვენი ინფორმაციით ქართული ოცნების წევრებს აუკრძალეს აბუ-დაბიდან გასვლა, იმ ტერიტორიის დატოვება მოკვლევის დასრულებამდე და ახლა მთავარი კითხვა, რა ბედი ეწევათ არალეგიტიმური პარლამენტის წევრებს, საბოლოოდ მიუსჯიან თუ არა მათ პატიმრობას, თუ დააკისრებენ დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდას, ასევე საინტერესოა ამ საქმეზე ჩაინიშნება თუ არა სასამართლო პროცესი. ჩვენი ინფორმაციით ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ჩხუბში კიდევ ერთი მონაწილე პირი გიორგი გოგოლაძე და ზოგადად ემირატების კანონმდებლობას თუ გავითვალისწინებთ, წესით პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაექცნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიპლომატიური პასპორტებიც არ გებლობენ. გამორიცხულად მიმაჩნია, რომ ამ ტიპის რაღაც აღვირახსნილი ხულიგნობა და არ ვიცი ველურობა შერჩეთ საქართველოს ეგრეთ წოდებული პარლამენტის, ეგრეთ წოდებულ სამართლო დეპუტატებს, ისაც მათ იკადრეს აბუ-დაბიში. იცით რომ ემირატები კაცრი კანონების ქვეყანაა, მუსულმანური ქვეყანაა და მსგავსი ტიპის ძალადობა, განსაკუთრებით ახალი კლასის სასტუმროში არის უბრალოდ წარმოუდგენელი, არნახული ამბავი. იმდენ საფეხურზე არასწორი და წარმოუდგენელი მოვლენა არის, რომ ამის კომენტირებაც კი ძნელია. ცალსახა არის, რომ ყველა ეს ადამიანი ნორმალურ ვითარებაში იმსახურებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ციხეს, ჯარიმას. საზოგადოებამ იხილა ვიდეო კადრები და მე მგონი ამ ვიდეო კადრებით ყველაფერი ნათქვამი არის, იყო წინასწარ განზრახული, იყო შეთანხმება, იყო ორგანიზება და ეს ძალადობა განხორციელდა მოქალაქის მიმართ, რომელიც უბრალოდ განსხვავებული აზრის იყო მათ შესახებ და გამოხატვის თავისუფლების შესაბამისად მათ პირადად უხსნიდა თავის შეხედულებას მათი მოღვაწეობის და საქმიანობის შესახებ. ამიტომ უნებრივია კანონმდებლობა შესაბამისი ქვეყნის არის საკმაოდ მკაცრი და ჩვენ უნდა დავალოდოთ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას. როდის ზოგადად ჩვენ გვმოვთ ნებისმიერ ძალადობას, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მხრიდან, რა თქმა უნდა და ეს აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ აბუ-დაბიში ქართული ოცნების რეჟიმი ძალადობს არა პოლიციელების და ნიღბების დახმარებით, არამედ უკვე ნიღბების გარეშე მოქალაქეებზე და ეს არის ის მოცემულობა, რომელზეც პასუხისმგებლობა ენიჭება ოცნების რეჟიმს და ის მოცემულობა, რომელიც საქართველოში ოცნების რეჟიმმა დააყენა და ივანიშვილის არალეგიტიმურმა მთავრობამ დააყენა. არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებული დეპუტატები დღეს კონცერტზე წასასვლელად ემზადებოდნენ აბუ-დაბიში. კონცერტზე ვერა, მაგრამ პოლიციის განყოფილებაში ისინი ნამდვილად მოხვდნენ და ამ ინფორმაციას უკვე ოფიციალურად ადასტურებს ქართული მხარე. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ მოხდა, როდესაც ქართული ოცნების წევრები თავს დაესხნენ საქართველოს მოქალაქეს.